მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ძალიან საინტერესო და სასარგებლო თემაზე, როგორც არის ფული და ენერგია და რა კავშირი აქვს ამ ორს ერთმანეთთან. თავდაპირველად გეტყვით ჩემ შესახებ, მე ვარ თეა. უკვე 10 წელზე მეტია დაკავებული ვარ ჰოლისტიკური ჯანმრთელობის განხრით. ვეხმარები ადამიანებს ფიზიკური, გონებრივი, ემოციური, ენერგეტიკული და სულიერი სიჯანსაღის მიღწევაში. ჩემი საავტორო პროგრამები დაფუძნებულია კოგნიტურ-ქცევით თერაპიასა და აღმოსავლურ პრაქტიკად ციგუნიზე. აი ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი ცოდნა, გამოცდილება დამიგროვდა. ამ წლების განმავლობაშიც არის შექმნილი ჩემი საავტორო პროგრამები და ჩემი ტრილოგია მეტა, რომელიც არის ტრანსფორმაციული წიგნი სახელმძღვანელო და უკვე ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა თვით შემეცნების და განვითარების გზაზე. და დღესდღეობით ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება და მომავალშიც დაეხმარება. ეს წიგნი ძალიან ბევრი დოზით გავაჩუქე და თუმცა ეხლა არის უკვე გაყიდვაში. ეხლა დავუბრუნდეთ მთავარ თემას. ფული და ენერგია. ჩვენ ყველას გვაქვს სასიცოცხლო ენერგია, რომელიც გადმოგვეცემა მშობლებისგან, რომელსაც ეწოდება პრენატალური ცი, ანუ სასიცოცხლო ენერგია. ამ სასიცოცხლო ენერგიას სჭირდება გაფრთხილება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ ასევე სასიცოცხლო ენერგიას ვიღებთ კვებისგან, ძილისგან, ჰაერისგან, ვარჯიშისგან, კოსმოსისგან, ხო, სამყაროსგან. თუ ჩვენი სასიცოცხლო ენერგია არ არის ჯანსაღი და ჩვენ არ ვცდილობთ ყოველდღიურად ამ ენერგიის, ასე ვთქვათ, გასუფთავებაზე და გასუფთავება სჭირდება მას ვნებებისგან, ემოციებისგან, ფიქრებისგან, არასწორი, ასე ვთქვათ, რწმენა წარმოდგენებისგან და აღქმისგან. შესაბამისად, ეს ენერგია მცირდება და საბოლოო ჯამში სამწუხაროდ ადამიანი გარდაიცვლება. ამიტომ სასიცოცხლო ენერგიას სჭირდება გაფრთხილება. ეს ყოველდღიური პროცესია, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ აი ამ ენერგიის შევსებაზე. ის როგორც აი მარტივი ენით რომ ვთქვათ, როდესაც ბატარეა გამოილევა, ის კვდება, ხო? ასე ადამიანის ენერგიასაც სჭირდება ყოველდღიური ზრუნვა, შევსება, გასუფთავება, დეტოქსი. შესაბამისად, როდესაც მე ვზრუნავ ჩემს სასიცოცხლო ენერგიაზე ყოველდღიურად, შემდეგ ამ ენერგიას მე ვუზიარებ ჩემს კლიენტებს, რომლებიც ჩემთან მოდიან, იხდიან თანხას და გადიან ჩემს 1-თვიან, 2-თვიან, 3-თვიან, 5-დღიან პროგრამებს. აი ამ კლიენტებთან მიდის ურთიერთგაცვლა ენერგიის და მე ამ ენერგიას გავცემ. ეხლა მოდით მეორე კუთხით შევხედოთ, ფული არის ენერგია. ხო და როდესაც ჩვენ რაღაცაში გვიხდიან თანხას, ჩვენ ამ თანხას ვხებულობთ ენერგიის სახით. შესაბამისად, ენერგიას სჭირდება ამ კუთხითაც ანაზღაურება. ამას იმიტომ საუბრობ, რომ რამოდენიმე ადამიანი გაოცდა, თუ როგორ ვიღებ მე ფულს თურმე ჩემს ამ თვით შემეცნების პროგრამებში. აი ასე ვიღებ. საჭიროც არის. მე რომ სულ გავცე ჩემი ენერგია და არაფერი მივიღო, მე ძალიან ცუდ დღეში ჩავარდები და იყო ესეთი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში რამოდენიმე წლის წინ, რადგან ძალიან ბევრი რაღაცა გავეცი უფასოდ. გამოვიცალე, ასე ვთქვათ. შესაბამისად ჭკუა ვისწავლე და ეხლა სხვანაირად ვიქცევ. და მეორე არის ის, რომ როდესაც ადამიანი რაღაცაში იხდის თანხას, ის პასუხისმგებლობით ეკიდება ამ ყველაფერს. ხო და უფასო არაფერი ვარგა. დღესდღეობით ძალიან ბევრ ადამიანს უნდა ყველაფერი უფასო ამ ქვეყანაში, თუმცა ესე არ არის, მეგობრებო. საავადმყოფოში რომ მიდიხართ, რამე არის უფასო. სასურსათო მაღაზიაში რომ მიდიხართ, არის რამე უფასო? არა. შესაბამისად, არაფერია უფასო ამ ქვეყანაზე, თუმცა მე ძალიან ბევრ ვიდეოებს, ინფორმაციას, rilsებს ვაზიარებ უფასოდ, რომლისგანაც ადამიანს შეუძლია ძალიან ბევრი რამე ისწავლოს ყოველდღიურად. ვარჯიშებიდან დაწყებული იქ ინფორმაცია ციგუნის შესახებ იქნება, იოგის შესახებ იქნება თუ ასე შემდეგ. თუმცა არის რაღაცეები, რაც მოითხოვს ძალიან დიდ ენერგიას და ამას სჭირდება ანაზღაურება. თუმცა არ ვამბობ, რომ ის ვიდეოები და rilsები, რომლებსაც მე ვწერ, იმასაც ძალიან დიდი ენერგია სჭირდება.
მინიმუმ 9 საათი 40 წუთი სჭირდება ერთი ვიდეოს ჩაწერას, თუ გინდა რომ ესეთი ნორმალური ვიდეო იყოს და ინფორმაცია, ასევე პოსტის გაზიარებას Facebook-ზე სჭირდება ძალიან დიდი დრო. იმიტომ რომ იქ უნდა იყოს გამართულად ყველაფერი დაწერილი, აბზაცებით და ასე შემდეგ. ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მოკლედ. ვიღაცებს რო გონიათ, რომ ეს ყველაფერი ესეც სიდან ჩამოვარდა, მეგობრებო, ეს არის ძალიან დიდი ილუზია და ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა ადამიანებისა. მარტო ჩემზე არ ვამბობ, საერთოდ ზოგადად ვსაუბრობ. ავიღოთ მხატვრობა, ხელოვნება დღეს. რა დღეშია ხალხი? ადამიანებს უწევთ, რომ ძალიან იაფად გაყიდონ საკუთარი ნამუშევრები, თუმცა არც იყიდება რეალურად, იმიტომ რომ ხელოვნების მიმართ დამოკიდებულებამაც დაკარგა, ასე ვთქვათ, თავისი მიზანი. ეს არ შეიძლება ყველაფრის გაუფასურება, რაც ჩვენთან ხდება და მე ვისურვებდი, რომ ადამიანებს უფრო მეტად შეეძლოთ დაეფასებინათ საკუთარი თავი, მხატვრებსაც მოუწოდე, იმიტომ რომ მე თვითონ ვარ მხატვარი, აი უკან თუ ხედავთ, ჩემი ნამუშევარია ერთ-ერთი, რომელიც ძალიან მიყვარს. მე არ ვარ პროფესიონალი მხატვარი, ამასაც აღნიშნავ, მე რამოდენიმე წლის წინ უცებ დავიწყე ხატვა და აბსტრაქტულ ექსპრესიონისტულ სტილში ძალიან კარგადაც გამომდის ეს საქმე რთული ესე. შესაბამისად, მე ვიცი ჩემი ნამუშევრების ფასი, მე ვიცი რა მაქვს ჩადებული ჩემს ნამუშევრებში, რა ემოცია მაქვს ჩადებული, რა საღებავები, რა მასალა და ასე შემდეგ და მე ვიცი ჩემი თავის ფასი. მოვუწოდებდი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ესეთი შეხება აქვს, არ ვიცი, ხელოვნება იქნება თუ საკუთარი თავის წარმოჩენა, რომ დააფასონ საკუთარ თავი. მსახიობები ავიღოთ, მე მსახიობებთანაც მქონდა შეხება და დღემდე მაქვს, მიწევს, რამოდენიმე რეკლამაში მივიღე მონაწილეობა, ასევე უცხოურ სერიალებში და მსახიობებსაც ძალიან, ასე ვთქვათ, ცუდად ექცევიან. აი თუნდაც ავიღოთ მასიური სცენის მსახიობებს, რაღაცა 40 ლარად, მეგობრებო, 40 ლარად ეპატიჟებიან, რომ იქ მთელი დღე იმუშაონ. და ეს ხალხიც მიდის, იმიტომ რომ ზოგისთვის ის 40 ლარი, რა თქმა უნდა, დიდი თანხაა. თუმცა მე ვისურვებდი, რომ ორივე მხრიდან ყოფილიყო პასუხისმგებლობა, მსახიობებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაფასება და 40 ლარად, აი 40 ლარად ფეხი არ გაადგან არსად. არ ვიცი, ჩემი, ასე ვთქვათ, სურვილია რომ ასე იყოს. და მე უკვე არავინ რო არ წავა იმ მასიურ სცენაზე 40 ლარად. მე ის ვინც იხდის, გაზრდის ამ თანხას. იმიტომ რომ 40 ლარად ადამიანი ამუშაო მთელი დღე, ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. რაც არ უნდა იყოს მასიური სცენა, იქ უნდა მიხვიდე მთელი დღე იდგე, ენერგია დახარჯო, შენი დრო დახარჯო და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ აი ამაზე მაქვს საუბარი, რომ ფული არის ენერგია. ენერგია არის ფული. შესაბამისად უნდა ვიცოდეთ ერთმანეთის დაფასება, უნდა ვიცოდეთ ის, რომ უფასო არაფერი არის, ასე ვთქვათ, ისეთ შედეგს არ მოგცემს უფასო, რაც ფასიანი. იმიტომ რომ ფასიანი არის უფრო ხარისხიანი, ბევრად, უფრო მაღალი ხარისხია ფასში და როცა ჩვენ რაღაცას იხდი, პასუხისმგებლობის გრძნობაც გაქვს. რომ აი ამაში თანხა გაქვს გადახდილი, შენ პასუხისმგებლობით უდგები ამ საკითხს. შესაბამისად, აი ეს ყველაფერი ძალიან გასააზრებელია დღეს ჩვენ საზოგადოებაში, გარდა იმ ბევრი პრობლემისა, რაც გვაქვს, რომ იცოდეთ ადამიანების ენერგიის, ცოდნის, წლების, დროის, გამოცდილების და აი ამ ყველაფრის დაფასება. ამას სჭირდება ნამდვილად დაფასება. მადლობა.